რამდენიმე დღის წინ რუსეთში ცნობილი გახდა, რომ შეიზღუდა WhatsApp-ისა და Telegram-ის გამოყენება და უკვე მაშინ დაიწყეს ლაპარაკი იმის თაობაზე, რომ თანდათანობით რუსეთში ცდილობენ, რომ მოქალაქეები გადაიყვანონ აპლიკაციაზე, რომელიც გამოცხადდა, რომ არის უკვე ეროვნული მესენჯერი, ეროვნული აპლიკაცია, მას სახელად ჰქვია Maxim და ის შექმნა რუსულმა სოციალურმა ქსელმა VKontakte-მ და უკვე არსებობს რამდენიმე თვეა დაახლოებით 18 მილიონმა ადამიანმა გადმოიწერა ის და 1 სექტემბრიდან უკვე ოფიციალურად გახდება სავალდებულო, რომ ყველა smartphone-ში და ნებისმიერ gadget-ში, რომელიც გაიყიდება სექტემბრიდან რუსეთში, იყოს წინასწარ ინსტალირებული, წინასწარ უკვე ჩაწერილი აპლიკაცია Maxim. გარდა ამ აპლიკაციისა ვალდებულება იქნება რუსთორზეც, ეს არის ონლაინ მაღაზია, რომელიც ცდილობს რომ კონკურენცია გაუწიოს რუსეთში ამერიკულ კომპანიას Apple-ს, რომელსაც ეკუთვნის App Store და ესეც გახდება ასევე სავალდებულო smartphone-ებში, რომელიც გაიყიდება რუსეთში მიმდინარე წლის სექტემბრიდან. როგორც უკვე გითხარით, თავისი კონცეფციით მესენჯერი Maxi ცდილობს რომ ჰგავდეს ჩინურ აპლიკაციას WeChat-ს, რომელიც არის უნივერსალური აპლიკაცია და არის როგორც მიმოწერისთვის საჭირო, ასევე არის სოციალური ქსელიც, სხვადასხვა თანხის გასაგზავნათაც იყენებენ, როგორც ონლაინ ბანკი WeChat და სწორედ აპირებენ რუსეთშიც რომ Maxi-ც იყოს ამის მსგავსი აპლიკაცია, თუმცა როგორც უკვე რუსეთში ლაპარაკობენ და ასევე დასავლურ მედიაშიც ეს კეთდება იმისათვის რომ უფრო მეტად გაიზარდოს მოქალაქეებზე მონიტორინგი. მოგეხსენებათ WhatsApp-ში არის შეუძლებელი რომ წაიკითხოს მესამე პირმა მიმოწერა ადამიანებს შორის, რადგან ეს არის დაშიფრული აპლიკაცია, თუმცა ეს ასე არ იქნება Maxi-ის შემთხვევაში და მისი უსაფრთხოება არის გაცილებით შესუსტებული, ამაზე უკვე ღიად ლაპარაკობენ რუსეთშიც ტექნოლოგიური სპეციალისტები. თუმცა მიუხედავად ამისა, რუსეთში აგრძელებენ ასე ვთქვათ ინტერნეტის შეზღუდვას და მოძრაობის არეალს უკეტავენ მომხმარებლებს. ცნობილია რომ უკვე არაერთი წელია ოფიციალურად კომპანია Meta სოციალური ქსელები და ასევე პლატფორმა X-ი არის აკრძალული რუსეთში, თუმცა მიუხედავად ამისა, მომხმარებლები ცდილობენ VPN-ის გამოყენებით როგორმე შეაღწიონ ამ ამერიკულ სოციალურ ქსელებში, თუმცა რაც დრო გადის, მით უფრო რუსეთის ხელისუფლება ცდილობს გადაუკეთოს რუს მომხმარებლებს ეს გზაც.